დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022-23 სასწავლო წლის 65 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში მედლები და დიპლომები გადაეცათ. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად 54 ოქროსა და 11 ვერცხლის მედალი გაიცა. დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა იამზე სვანიძემ სასკოლო საზოგადოებას, კერძოდ მოსწავლეებს დიდი შრომის შედეგად მიღწეული წარმატებები მიულოცა და სასწავლო წლის მიმდინარე პროცესები შეაჯამა. დაჯილდოების ღონისძიება მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი და მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ვერცხლის და ოქროს მედლები გადავეცით, მინდა მათ მიულოცო ეს დამსახურებული ჯილდო და მომავალშიც წარმატება უსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდების განათლება და პროფესიონალიზმი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის არაერთი წარმატების მომდანი იქნება. სულ 65 კურსდამთავრებული ყავს ესეთი წარჩინებული, მათ შორის 54 ოქროს მედალოსანია, 11 ვერცხლის მედალოსანია. მინდა წარმატება მიულოცო ამ ახალგაზრდებს, ვუსურვო მომავალი გამარჯვებები. მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომელიც მუდმივად იზიარებს ჩვენი სკოლების, ჩვენი მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს. ძალიან ბევრი მიშრომე და დღეს ჩემი შრომის საფასური ავიღე. ამიტომ ჩემს დღევანდელ სიხარულს საზღვარი არ აქვს. ეს სიტყვები აღარ არის საკმარისი ჩემი ამჟამინდელი გრძნობების გამოსახადავად. და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩვენი სკოლას და ჩვენი სკოლის დირექტორს ფარამაზ ჯალილოვს.